გაშიფრული რუსული აგენტურული ქსელი რუსეთის სასარგებლო შპიონაჟის ბრალდებით 13 ადამიანია დაკავებული. ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერო სამმართველოსთან თანამშრომლობდნენ. ერთს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, 4 რუსეთის, 8 კი საქართველოს მოქალაქეა. მათ ჯაშუშობისა და უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურში შესვლის მუხლები აქვთ წაყენებული. სულ გამოვლენილი ათეულობით მოქალაქე, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, ან სხვა სახის კავშირები აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 13 მათგანია აყვანილი. დაკავების ოპერაციას წინ 4 წლიანი სამუშაოები უძღოდა. 2006 წელს საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებით თუ უცხოურ სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირი დანაშაულს აღიარებდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდა. ამ შეთავაზების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოს არაერთმა ადამიანმა მიმართა. სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ დაიგეგმა დაკავების ოპერაცია, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ოქტომბერში ჩაატარა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა 2 დაკავებულის აღიარებით ჩვენება. საზოგადოება ოჩიზნას ხელმძღვანელი არის ვინმე ასეთი სვარჩუკი ვალერი კონსტანტინოვიჩი. სვარჩუკმა შემახვედრა საკონსულოში გონჩაროვი, არ ვიცი რა თანამდებობა ეკავა. გადარეკა მოსკოვში, ვიღაც ვიქტორ ვასილევიჩი არის ასეთიო და მომცა ტელეფონი და მითხრა რომ მე დაურეკე და უნდა ჩახვიდე შენ მოსკოვში და გადავფრინდი მოსკოვში. მოსკოვში დაურეკე ვიქტორ ვასილევიჩს, შემხვდა და წამიყვანა სადღაც შენობაში, არ ვიცი ხე ქუჩა და ის არ მახსოვს, შენობა იყო რაღაც დაწესებულება. ამიყვანა იქ მეორე თუ მესამე სართული იყო, კაბინეტზე მახსოვს კარებზე იყო 6 ნომერი ეწერა, თეთრი კარები. შევედით მე და ის ვიქტორ ვასილევიჩი, გამეცნო იქ ვინმე ოლეგ ალექსანდროვიჩი იყო ასეთი. ოლეგ ალექსანდროვიჩმა დამელაპარაკა, ვიცითო, შენი ბიზნესებიც ვიცითო, მოსკოვში, რუსეთშიც რაც საქმიანობ, ეს ყველაფერი ვიცითო. ცეხა ბავშვიც ვიცით რომ გინდა მოწყობა ლენინგრადში. ამასო ყველაფერსო ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთო ერთი პირობითო. და დამიწყო ასე ოლეგ ალექსანდროვიჩმა რომ შენ ბიზნესაც ყველაფერსო ემუქრება, იცოდეო საშიშროება და ამიტომაც თუ შენ ჩვენ პირობებზე ახლა არ წახვალო, შეიძლება ამ კაბინეტთანაც ვეღარ გახვიდი აქა დაგაპატიმროთო. რაშია, მე ვთქვა, რაში გამოიხატება ჩემი თანაშრომლობა, რას ნიშნავს? ასე მომცა ფურცელი, სუფთა ფურცელი, პასტა და კარნახობდა რომ მოაწერე ხელი. ასე რომ მე პეტრე დევრიშაძე თანახმა ვარ, ვითანამშრომლო, შევასრულო ყველა მათი დავალება და ეს ყველაფერი დარჩეს საიდუმლოდ. სხვა გზა აღარ მქონდა. მოუწერე ეს ხელი ამ სუფთა ფურცელზე და ფსევდონიმები არის, რომელ ფსევდონიმს აირჩევო. მე ავირჩევ ფსევდონიმი ალექსეევი. ეხლა პატარა შეიძლება არასასიამოვნო ის გასავლელი არისო, მაგრამ უნდა სიცრუის დეტექტორზე უნდა გაიარო. ტახტი იყო ისეთი პატარა, დამაწვინეს და დაახლოებით 5 საათს ვიყავი მაგ დეტექტორზე. შეუსვენებლად უამრავ შეკითხვებს მაძლევდნენ. კიდევ ოლეგ ალექსანდროვიჩი მეუბნება რომ შენო ეხლა საუბრისას მეუბნება დაახლოებით 50 კაცზე უნდა ნახო აჭარაში ისეთი მიმავლო ადგილებში ახლა ცენტრები და ეს არ გვინდა რომ 50 კაცი თქვათ რომ ესე დავჭირდეს რომ ჩამოვიდეს, შეუმჩნევლად რომ აი დაბინავდნენ 5 და 10 კაცი სხვადასხვა ადგილას. Я был зачислен курсантом Батумское летное училище. ბათუმის ავიაციის სასწავლებელში კურსანტად ჩავირიცხე. ამავე სასწავლებელში მიხეილ კვაჭანტილაძე გავიცანი. ჩვენი უშუალო ხელმძღვანელი კი ასლან აბაშიძის მრჩეველი სამხედრო საქმეებში გენერალი იური მაქსიმოვიჩ ნეტკაჩევი იყო. После окончания Батумского летного ბათუმის მფრინავთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ აქ სამუშაოდ დავჭით. ამასთან სასწავლებელში ესკადრილია იყო შექმნილი. ჩვენთან ესკადრილიის მეთაური მოვიდა და კონტრაქტები მოგვიტანა. სადაც ეწერა რომ ვალდებული ვიყავით მეთაურის ყველა ბრძანება უსიტყვოდ შეგვესრულებინა. ასევე ვალდებული ვიყავით ამ ესკადრილიაში 25 წლის განმავლობაში გვემსახურა. როცა ხელი მოვაწერეთ, მეთაურმა ეს კონტრაქტები წაიღო და სეიფში შეინახა. 2003 წელს ბათუმსა და თბილისის შორის სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მხოლოდ მაშინ გავაანალიზეთ რა შედეგი შეიძლებოდა ამ კონტრაქტს მოყოლოდა. ის რომ ჩვენ შეიძლებოდა თბილისის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში გამოვეყენებინეთ. 2004 წელს ჩემთან სახლში მიხეილ კვაჭანტილაძე მოვიდა.
მან მეგობრულად მთხოვა ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციები ქართულიდან რუსულად მეთარგმნა. ისიც მთხოვა, რომ ყველაფერი ჩემივე ხელით რეულში დამეწერა. გამგზავრებამდე ჩემთან გამოსამშვიდობებლად მოვიდა და ამავე მომენტში ხელში ჩემი რეულები დაუნახე. მან მითხრა, იცი ეს რა არისო? ვიცი, ეს ის რეულებია შენთვის ჩანაწერებს რომ ვაკეთებდით ხო? კიდევ მკითხა, იცი ეს რა არისო? უთხარი რომ არ მესმოდა რას გულისხმობდა. მითხრა, ეს შენი ბილეთებია ციხეშიო. ციხე რა შუაშია მეთქი? იმაში რომ ჩემთვის ტექსტების გადათარგმნის შენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ანალიზს უკეთებდი და მე მაწოდიდიო. ეს ინფორმაცია კი საქართველოს საზიანოდ იქნა გამოყენებულიო. მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა. მკითხე კონკრეტულად რას ითხოვთ ხო? ამიხსნა თუ ციხეში მოხვედრა არ გინდა შენს ნაწილში რაც მოხდება ყველაფრის საქმის კურსში მომყოფებო. უფრო კონკრეტულად მაცნობებ ვერტფრენების რაოდენობას, მათ შესაძლებლობებს, რამდენი ხანი შეუძლიათ ფრენა, უტარდება თუ არა რემონტი, რამდენი რესურსი დარჩათ. ასევე მაცნობებ ესკადრილიის წინაშე მდგარ საომარ ამოცანებს, მის მიერ შესრულებულ დავალებებს, პოლიგონების ადგილსამყოფელებს და ყველა იმ დავალებებსაც, რომელსაც ესკადრილია შეასრულებსო. გარკვეული დროის შემდეგ მისი შემოთავაზება გავაანალიზე და დავთანხმდი. ბოლო ვიზიტისას მან გადმომცა კოდირებულ სიტყვათა კრებული. ვერტფრენის კოდირებული სახელწოდება იყო თუთიყუში. ორი თუთიყუში გალიიდან გამოფრინდა, ნიშნავდა რომ ორი ვერტფრენი გაფრინდა. ვფიქრობდი იმდენი რამ ჩავიდინე რომ არავინ მაპატიებს ხო და რომ ადრე თუ გვიან დამიჯერდნენ. ბოლოს გვიან უკვე მნიშვნელობა აღარაფერს ჰქონდა. მე მოსვლა და მონანიების შემეშინდა. ახლა კი კონკრეტული გვარები რუსეთის მთავარ სადაზვერო სამმართველოსთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებულები არიან. ბაკურ კიღურაძე, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გაბრიელ უსტანიშვილი, დავით მესხიძე, გელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე, ტარიელ აბაშიძე, რუსლან გალოგრე, ედუარდ აბდულაევი, რუსეთის მოქალაქეები არმენ გევორქიანი, რუბენ შიკოიანი, პეტრე დევრიშაძე, იური სკრილპრიკნიკოვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონდაზვერის დეპარტამენტმა ჩაატარა მასშტაბური ოპერაცია, რომლის შედეგადაც გამოვლინდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერო სამმართველოსთან ეგრეთ წოდებულ გრუსთან ფარულ კავშირში მყოფი პირები. აღნიშნული ოპერაცია მნიშვნელოვნად განაპირობა 2006 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად პირი, რომელიც გამოცხადდებოდა და ნებაყოფლობით და აღიარებდა მის კავშირს უცხოეთის სპეცსამსახურთან, გათავისუფლებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა არაერთმა ადამიანმა, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა სწორედ ეს ოპერაცია. 4 წლიანი მუშაობის შემდგომ 2010 წლის ოქტომბერს წარმატებით დასრულდა ამ ოპერაციის პირველი ეტაპი. გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა ათეულობით პირი, რომლებიც თანამშრომლობდნენ ან სხვადასხვა სახით დაკავშირებული იყვნენ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან. მათგან 13 პირი იქნა დაკავებული შემდეგი მუხლებით. ეს არის ჯაშუშობა და უცხოეთის სადაზვერო სამსახურში შესვლა. აქედან 4 არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, ნებაყოფლობით გამოცხადდება კონდაზვერის დეპარტამენტში, ან დაუკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ პოსტაზე, აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან, განთავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.